როგორც გითხარით, კალათბურთზე ვსაუბრობთ და აგვისტოში საქართველოს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის ჯეკიჩის მომზადებული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს თვის ბოლოს და ჩვენი მეტოქეები იქნებიან ჯერ მონტენეგროს ნაკრები 28 აგვისტოს, ხოლო 31 აგვისტოს უკვე პორტუგალიის ნაკრები, შემდეგ უკვე ნოემბერში და მე უკვე თებერვალში გადავა ეს საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილი შეხვედრები. ვისაუბრებთ მოლოდინებზე, მოახლოებულ მატჩებზე, მზადების პროცესზე, როდის დაიწყებს ნაკრები აქტიურ შეკრებას და ამ ყველაფერზე მოკლედ ერთად ვილაპარაკებთ ბექა ბურჯანაძესთან და ერთად საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სტაჟიანი წევრი, ერთ-ერთი ლიდერი ბექა დილომშვიდობისა, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად და ვიცი რომ უკვე ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში გადავა მომზადების ეტაპი, რამდენიმე დღე დარჩა, ხო, იქამდე და უკვე თვის ბოლოს უმნიშვნელოვანესი მატჩები გველოდება. მოდის სანამ ოფიციალურ მატჩებამდე მივალთ, როდის დაიწყება უკვე ეს მზადების პროცესი, როდის შეიკრიბება ნაკრები და რა მოსამზადებელი გზა უნდა გაიაროს ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ მივიდეთ უკვე ოფიციალურ უმნიშვნელოვანეს მატჩებამდე. პირველ რიგში მოგესალმები მერაბ, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს და დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოსამზადებელი პერიოდი დაიწყება 13 აგვისტოდან. 13 აგვისტოდან დავიწყებთ ვარჯიშებს. გვექნება ორი სატესტო მატჩი ლიბანის სანაკრებო გუნდთან და ასევე ისრაელთან. და ლიბანი დახურულია, ხო, გულშემატკივარი და ჟურნალისტები არ გაიშვა. პირველი მატჩი გაიმართება, დახურული თამაში იქნება და ისრაელთან ჩვენი გულშემატკივარი შეძლებს მოსვლას და დასწრებას ამ თამაშზე, აქედან გამოვიყენებ და ყველა მათგანს მოუწოდებ რომ მოვიდნენ და გულშემატკივრონ. 28-ში დარწმუნებული ვარ, რომ ისედაც იქნებიან და გადაჭედილი დარბაზი იქნება. და რა ვიცი, 13-დან დავიწყებთ მოსამზადებელ პერიოდს და ძალიან კარგია რომ შევძელით და ამ ორ სატესტო მატჩსაც მოვასწრებთ პირველ ოფიციალურ თამაშამდე. ხო, და რაც თავია თბილისში გაიმართება ორივე შეხვედრა და გასაგებია რომ ლიბანთან დახურულია და ეს ვარჯიშად ჩავთვალოთ. მოდი, რაც შეეხება ისრაელის ნაკრებთან, კარგი მოთელვა იქნება როგორც კალათბურთელების, ისე გულშემატკივრების, რომ 28-ში ისეთი თამაში გველის ერთ-ერთი გადამწყვეტი ამ ჯგუფის საკვალიფიკაციო ეტაპზე, იმიტომ რომ თბილისში მონტენეგრო დასამარცხებელია ყველა შემთხვევაში და მონტენეგროსთან ჩვენი ანგარიშები გვაქვს ასასწორებელი თან. ნამდვილად. და მე მახსოვს, როდესაც მონტენეგროს წელს ვიხსენებ, მაგრამ ესე უცბად თავში არ მომდის. მონტენეგროსაც აქვს ანგარიშები გასასწორებელი, იმიტომ რომ იქ ევრობასკეთის ერთ-ერთ საკვალიფიკაციო თამაშზე იქ მოუგებდა პირველები გავედით ჯგუფიდან და ეგენით მეორე ჩაჯდნენ რა, ასე რომ მათაც ახსოვთ ეს თამაში და ჩემი აზრით ძალიან ისეთ დაძაბული და კარგად საყურებელი მატჩი იქნება. კი ბატონო, იკრიბება ნაკრები სრული შემადგენლობით, ხო, წესით არ უნდა იყოს დაბრკოლება, ისაც იყო წინა შეკრებაზე და მამუკელაშვილის შემთხვევაშიც არ ვიცი ხა რა ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ წესით და რიგით სრულად უნდა შეიკრიბოს ნაკრები და დანაკლისი NBA-ის მოთამაშეების არ უნდა იყოს. ხო, თან ყავს მოთამაშე, რომელიც არა მხოლოდ საკალათბურთო გუნდის, არამედ ზოგადად საკალათბურთო ბრენდის წევრი გახდა, იმიტომ რომ ლეიკერსი არ არის უბრალოდ გუნდი, ხო? უბრალოდ გუნდი ნამდვილად არ არის. შეიძლება კარგი სეზონი ქონდეს, შეიძლება ნაკლებად კარგი ან შეიძლება ფანტასტიკური სეზონი ქონდეს, მაგრამ გუნდი NBA-ის ერთ-ერთი სახეა, მთავარი, ხო? ნამდვილად. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მამუც შემოგვიერთდება ამ შეკრებაზე. არ ვიცი პირველივე დღიდანვე იქნება თუ არა, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ორ ოფიციალურ თამაშზე მონტენეგროსთან და შემდეგ პორტუგალიასთან ჩამოვა და დაგვეხმარება. გოგაზეც იგივეს ვიტყვი, იმიტომ რომ ბევრ ნაკრებს მართლა არ აქვს ის ფუფუნება, რომ ორი NBA-ის მოთამაშე ყავდეს და ჩვენი სიამაყეები არიან, ესე ვთქვათ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ორივე მათგანი იქნება ისევე როგორც ევრობასკეტზე იყვნენ, ეხლაც შესარჩევ ეტაპზე დაგვეხმარებიან. და ბევრ ნაკრებს არ აქვს ფუფუნება, რომ ყავდეს ასევე თორნიკე შენგელია, რომელმაც წარმოუდგენელი რაღაც გააკეთე. წარმოუდგენელი რა, წარმოსადგენი, იმიტომ რომ თორნიკესგან ყველაფერი წარმოსადგენია აბსოლუტურად, უბრალოდ აი მაგაზეც მინდა ვილაპარაკოთ რა. მე ყავდა აი მატჩი რომ დასრულდა ესპანეთის ნაკრებთან
მეორე თუ მესამე დღეს გიორგი ოჩხიკიძე იყო ჩვენთან სტუმარი და ვისაუბრეთ ამ მატჩის ემოციებზე და ასე შემდეგ. თოკოს ფაქტორი ეროვნულ ნაკრებში გასაგებია რომ NBA-ის ორი მოთამაშე ყავს, გასაგებია რომ კარგად დაკომპლექტებული ნაკრებია, თუმცა თორნიკე შენგელია ცოტა სხვა რამეს ნიშნავს ეროვნული ნაკრებისთვის, არა იმიტომ რომ კაპიტანია უბრალოდ, ხო? თოკოს ფაქტორზეც მინდა გავამახვილოთ ყურადღება, ესპანეთთან მოგებულმა თამაშმა კიდევ ერთხელ თუ ვინმე სამაში ეჭვებარებოდა რა ძალაა თორნიკე შენგელია, ესპანეთთან გამართულმა თამაშმა კარგად აჩვენა რეალურად თორნიკე შენგელიას ყველა მიმართულებით ლიდერობა ნაკრებში, როგორც სათამაშო კომპონენტებში, ისე არასათამაშო კომპონენტებში. აი ამაზე მინდა ვისაუბროთ და მე გავაგრძელოთ უკვე აგვისტოსთან. კი, რა თქმა უნდა. თოკო იმის გარდა რომ ჩვენი ლიდერი და კაპიტანია, რასაც გაუსვამდი ხას არის ის რომ აი ეს ქართული იდენტობა, რაც ჩვენ გვაქვს და გვახასიათებს, ყველაზე მეტად შემოაქვს მოედანზე რა და ჩემი აზრით კიდე ამასთან ერთად რაც ყველაზე ძალიან მიხარია არის ის რომ ძალიან დიდი მაგალითია მოედანზე და მოედნის მიღმა ჩვენი ახალგაზრდებისთვის და მომავალი თაობისთვის. ამასაც მინდა ხაზი გაუსვა. კონკრეტულ თამაშს რაც შეეხება, ესეთ რაღაცას გავიხსენებდი, რომ შესვენებაზე რო შევედით, არ ვაგებდით რა 2 და 3 ქულით, მაგრამ ის იყო პირველი, ვინც ამბობდა, რომ ბიჭებო მერწმუნეთ, დამიჯერეთ, რომ ამ თამაშს თან ისე კი არა, რომ აი შეგვიძლია, აი უეჭველი მოვიგებთო რა. და ესეთ ცეცხლს რო ანთებს გასახდელში, ჩვენში, ჩვენ თვალებში, გულებში, ხო? მე მთელი ნაკრები კარგად დავინახეთ, როგორ არა მარტო ის, არამედ ყველა მოთამაშე სხვანაირად გავიდა მოედანზე და აი ეს არ ვიცი, საოცრ გასაოცარი არ ვიცი, ისეთ თამაში წამოვიღეთ და თან მოუგეთ ისეთ ნაკრებს, ხო? ესპანეთია. კი, დიდი პატივისცემა ჩემგან ყველა ნაკრებს, მაგრამ ესპანეთი მაინც ესპანეთია. ამ ნაკრებში კალაბურთელები, რომელსაც ესპანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირი გაქვთ, ხო? კი, რა თქმა უნდა. თითქმის მთელი კარიერა გატარებული გაქვთ. რა თქმა უნდა, ეხლა იქ 12-ვე ვიც და მოთამაშეს ძალიან კარგად ვიცნობ და 16-17 წლიდან არის ბევრი მოთამაშე, რომელსაც ბავშვობიდან ერთადაც გვაქვს ნათამაშები და ერთმანეთის წინააღმდეგაც რა. და ამ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, იმაზე უკვე ზედმეტია ლაპარაკი, რასაც აკეთებს ხოლმე სეზონის განმავლობაში ხო, ევროლიგის თამაშიდან თამაშს მორჩება თუ არა, შხაპს მიიღებს და ეგრევე მოდის. ხო, არაერთხელ საქართველოში რომ თან არაერთხელ, ხო? ანუ ეს ყველაფერი ძალიან ისე დასაფასებელია და ჩემი აზრით საკმაოდ არა თქვენგან, არამედ ისე გულისხმობ ზოგადად რატომღაც არ აღნიშნავთ ხოლმე რა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით თოკო არის უდიდესი ძალა და იქნება მუდამ სანამ იქნება ნაკრებში, ხო? კი ბატონო. და ერთიც ვთქვათ აუცილებლად რომ თორნიკე შენგელია ახალი სეზონიდან დაიწყებს საკმაოდ კარიერას დუბაიში და ბევრი რაღაც Facebook-ში შევხვდა ცოტა უცნაური სტატუსები, რომ აი დუბაი ევროლიგაზე თამაშობს, მეგობრებო და ჩვეულებრივად ევროლიგის ნაწილია და არ გეგონოთ რომ რაღაცა ისეთ როგორც ფეხბურთელები კარიერის ბოლოს მიდიან ხოლმე საუდის არაბეთში და ასე შემდეგ. არ არის ეგ ამბავი, ასე რომ დუბაის ბევრი ვარსკვლავი ყავს, რომლებიც ევროლიგაზე ითამაშეს. მოკლედ აუცილებლად თორნიკე შენგელია და ეს მინდოდა მეთქვა, იმიტომ რომ ცოტა ორაზოვანი და გაუგებარი სტატუსები წავიკითხე Facebook-ზე ადამიანებისგან, რომლებსაც წესნოდათ ეს ამბავი. კარგი, გავაგრძელოთ მაშინ ნაკრებზე საუბარი და ვახსენეთ ჩვენ პორტუგალია, ჯერ მონტენეგრო და მერე პორტუგალია და ჩემი აზრით კალენდარიც ისე დაემთხვა რომ კარგია რომ თბილისში ვეთამაშებით პირველ თამაშს მონტენეგროს ნაკრებს, იმიტომ რომ გასაგებია იქ არიან ნაკრებები სხვა ქვეყნები, თუნდაც უკრაინა, რომელიც ჩვენი კონკურენტი იქნება ხო ამ ჯგუფურ ეტაპზე, ისიც ეთამაშება ამ საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალიას, იმიტომ ჩვენ ვინც ვიყავით აქამდე პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში, ერთმანეთს ვეღარ დაუპირისპირდებით. თუმცა მონტენეგრო არის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი თავისი უჩევიჩებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდი ამაზე ვთქვათ კალენდარზე და უკვე დღეს
ან სამეჩო შეიკრიბებით უკვე რა საუბარი გააქვთ დარწმუნებული ვარ ხა ერთმანეთთან კომუნიკაცია ჩაოლებოთ სანამ შეიკრიბებით მეგობრები ხართ. სწორება რა თქმა უნდა პირველი თამაშის მონტენეგროს წინააღმდეგარი და მთავარი мотиваცია ეს უნდა იყოს ხო? რა თქმა უნდა, პირველი თამაში არის ნუ 100% კონცენტრირებულები ვართ მონტენეგროსთან გასამართ მატჩზე, ვიცით რა დატვირთვაც აქვს ამ თამაშს ჩვენთვის. კალენდარს შევეხეთ და ვიტყვი რომ ყოველთვის სასიხარულოა, როდესაც ჯგუფურ ეტაპს ხსნი და იწყებ საკუთარ კედლებში და საკუთარ სახლში, საკუთარი გულშემატკივრების თანდასწრებით და ეს ყველა ფაქტორი ჩვენ და სასიკეთო და ჩვენ და ისე პოზიტიურად უნდა გამოვიყენოთ რა. რა თქმა უნდა, იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ პირველივე თამაშის გამარჯვებით დაწყება იქნება ძალიან დიდი ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი ფსიქოლოგიურად კი, ძალიან დიდი. იმიტომ რომ 31-ში მე მივდივარ პორტუგალიაში სათამაშოდ და პორტუგალია შენც აღნიშნე სანამ შემოვიდოდით ეთერში ვსაუბრობდით პორტუგალია არ არის პორტუგალია რომელსაც ყველა აუთსაიდერად ჩათვლიდა თუნდაც ჩვენთან ხო პროგრესი აქვს სერიოზული პორტუგალიაზე ვთქვათ ძალიან მაგარი კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია რომელმაც ბოლო წლებში ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. ყავთ NBA-ის მოთამაშე ცენტრის პოზიციაზე 5 ნომერზე, რომელიც თავარი ისეთი ფიგურა იქნება ჩვენთვის, რომელიც უნდა კარგად გავაჩეროთ და მის გარშემო არის ძალიან მაღალი დონის კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი რა. სწრაფი, ათლეტური, ფიზიკური, ასე რომ ჯერ მოდი მონტენეგროს მოვუგოთ და მივხედოთ და მე იმათზეც ვიზრუნებთ. კი ბატონო, ორი თამაში აგვისტოში, მეორე ორი თამაში იქნება ნოემბერში და ორი თამაში თებერვალში. შენ ძალიან დიდი ხანია ეროვნულ ნაკრებში ხარ, ხო? დაგიგროვდა ძალიან ბევრი თამაში და დიდ ტურნირებზეც, ნუ სამწუხაროდ ტრავმის გამო მოგიწია ალბათ მთავარი ტურნირის, რომელზეც გავედით, მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება, თუმცა მე მჯერა რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მომავალ წელს საქართველოს ნაკრები იქნება და იქ აუცილებლად ითამაშებ. ძალიან ბევრი წელია, 13 წელია ნაკრებში ხარ, ხო? აი ამ 13 წლის განმავლობაში, რასაც შენ შეინთვალეთ უკვე და პორტუგალიის მაგალითზე გამიშთა ეს შეკითხვა პირველ რიგში. პროგრესი ჩვენი და ნუ ზოგადად საკალათბურთო ნაკრებების დონის აწევა. როგორ არის გაზრდილი და ფეხბურთშიც ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ სუსტი მეტოქი აღარ არსებობს ხო? ყველა მისწავლად კალათბურთშიც ეს დონე ნელ-ნელა იზრდება. აი რა შეგიძლია შენ დაკვირვებით ამ 13 წლის განმავლობაში რაც ევროპულ ნაკრებში ხარ, თქვა აი რანაირად როგორ პროგრესირებს ის ნაკრებები თუნდაც რომლებიც რამდენიმე წლის წინ ჩვენთან თამაშის სრული აუთსაიდერები იქნებიან. ვიცი რა არის მე რა ჩემი აზრით წლიდან წლამდე და არა მარტო 10 წლეულის, ანუ დეკადის განმავლობაში, ხო? ანუ წლიდან წლამდე ზოგადად გლობალურად კალათბურთი იმხელა ევოლუციას და პროგრესს განიცდის, რომ შესაბამისად ეს ნაკრებები, ეს ქვეყნები, ხო, დაწყებული ბავშვთა კალათბურთიდან და ეს მერე ამ ბავშვთა კალათბურთის შედეგია, ხო, ეს ყველაფერი. იმდენად ფეხ მიყვება, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გადაიჩეხები უფსკვლელში. შენ თუ ვერ აყევი ამ ტემპს გახვალ ბოლოზე. ანუ ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, ამ ყველაფრის შედეგია. ანუ გლობალურად კალათბურთის განვითარების და პროგრესის შედეგია თითოეული ჩვენი ნაკრებების პროგრესი. და რომ ვილაპარაკოთ ჩვენ საქართველოს ნაკრების პროგრესზე და გაუმჯობესებაზე და ხარისხის აწევაზე, მოდი მარტო გადავხედოთ მიღწევებს და მე რამდენე ევრობასკეტის ჩატარებას, უკვე ზედიზედ მეორედ მსოფლიოზე გასვლის უდიდეს შანსს, ხო? და ამბიციასაც ვთავაზობ. ამბიციას, რა თქმა უნდა, რა. ეხლა ბოლო ჩატარებული ევრობასკეტზე რო ვილაპარაკოთ, აი მართლა რო იტყვია რამდენი დაგვაკლდა, რო გავსულიყავით ნახევარფინალში. რამდენი ნაკრები შეუძლია ნებისმიერ ჩვენთაგანს ჩამოთვალოს. უბრალოდ გულშემატკივრებს ხარ ჯიკიძე და შეზე და ზაზაფაჩულიაზე და ნიკას კიტიშვილი არ მაქვს საუბარი. ვინც სრულად რამდენი ნაკრები შეუძლია ჩამოთვალოს თვით რიგითმა გულშემატკივარმა, რომელიც გაიხსენებს რომ ერთ ევრობასკეტზე ნაკრებს დამარცხებული ყავს ესპანეთის და საფრანგეთიც. ხო, ეს ძალიან დიდი მიღწევაა და თქვენ შეძელით და ამაზე
იმასაც ვიტყვი, რომ სულ რამოდენიმე წლის წინ ეს ყველაფერი იყო ერთ-ერთ შორეულ მიზნად რა, მაგრამ ისიც შორეულ მიზნად, იმიტომ რომ შეიძლება არ ვიხმარო სიტყვა წარმოუდგენელი და შეუძლებელი, იმიტომ რომ არ მიყვარს, მაგრამ აი ჩვენგან ძალიან შორს იყო რა და ეს კიდევ იმაზე მიუთითებს ეს შედეგი, რომ თუ რა პროგრესს განვიცდით. თალსახად. მინდა კითხო ნაკრებში თაობათასვლის პროცესზე. ეს არის ერთ-ერთი პროცესია, რომელიც გარდაუვალია, ხო, ნებისმიერი ნაკრებისთვის. ეხლა შემდეგ გიორგი შერმადინი წავიდა ნაკრებიდან, არიან კალაბურთელები, რომელსაც ნელა ასაკი ემატება, თუმცა აი შევსება ახალგაზრდებიც მოდიან და უკვე ჯეკიჩმა შეიყვანა, ხო, რამდენიმე მოთამაშე განაცხადშიც. აი მათზე რა შეგიძლია თქვა, რომლებიც სწავლობენ თქვენ მაგალითზე, მაგალითად. კი. მოდი იქიდან დავიწყებ, რომ ჩვენი მთავარი მწვრთნელისგან რაც ყველაზე ძალიან მომწონს ის არის, რომ როგორც ყველამ დავინახეთ, ახალგაზრდებს ძალიან ისე ენდობა რა და მათ ეხლა ერთად მიიღო წუთები რამდენიმე. კი, წუთები მიიღო ესპანეთთან ძალიან მაგარი თამაშიც ჩაატარა იქ, სამწუხაროდ ის თამაში წავაგეთ, მაგრამ მისთვის ძალიან მაგარი თამაში იყო. დიდი ნაბიჯი იყო მისთვის გადადგმული თავის კარიერაში. ასევე ბევრი სხვა კალათბურთელია რომელიც საქართველოს უმაღლეს ნაკრებში არიან ახლა და სათამაშო წუთებიც ეძლევათ და ის როგორ ვთქვა ის ნდობა აქვს ამ ბიჭებს ჩვენი მწვრთნელისგან გამოცხადებული და ძალიან კარგადაც იყენებენ რა და ახლა ეს ამ მოთამაშეების გარდა კიდევ მოდიან ასაკობრივ ნაკრებებში მოთამაშეები მაგალითად იმ დღეს სულ ცოტა დააგდათ ბიჭებს 18 წლამდე ნაკრებში ხო 18 წლამდე ნაკრებში ძალიან ბევრი მათგანი ძალიან მომწონს ბევრ მათგანს ვიცნობ არიან ძალიან შრომის მოყვარეები მე აქედან წარმატებებს უსურვებ და დარწმუნებული ვარ რომ ბევრ მათგანს ვიხილავთ ძალიან მალე უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით და ჩემი აზრით მოდის კარგი თაობა და ის თაობა რომელიც უკვე მოვიდა ახალგაზრდების ძალიან მაგარი ბიჭები არიან როგორც აღნიშნე შრომის მოყვარეები და ესე ვთქვათ კარგ ხელშია საქართველოს ნაკრები მშვენიერი და ბოლოსკენ მინდა კითხვა აუცილებლად შენ საკლუბო კარიერაზეც ესპანეთში გაკატარებული თითქმის მთელი კარიერა ხო და ბოლოს იყავი გრანადაში გრანადა სამწუხაროდ ამ დაქვეით და ACB ლიგიდან ქვედა დივიზიონში თუ იგი არის რამე ცვლილების მოლოდინი შენ მოვალ კლუბთან დაკავშირებით ან თუ არის რამე მოლაპარაკება ან რაღაცა რა სიახლეები გაქვს მოკლედ რო გითხრა კი ცვლილება ნამდვილად იქნება გრანადის კალათბურთელი მომავალ წელს აღარ ვიქნები თუმცა არის ძალიან ბევრი ისეთ მოლაპარაკება ესპანეთის და ნუ არა მარტო ესპანეთის უმაღლეს გუნდებთან და დღე-დღეზე იმედია რომ დღე-დღეზე ველოდები აგენტებს და შეიძლება მოლაპარაკება ესპანეთში პირველ ACB ლიგაში კი ACB-შიც არის მეორე ლიგიდანაც არის ევროპის სხვა ქვეყნების უმაღლესი ლიგებინაც არის და დაინტერესება და მოლაპარაკებები და ჯერჯერობით ამ პროცესში ვართ და იმედია რომ ძალიან მალე ყველაფერი გაიგო. თუმცა თავარი კონცენტრაცია რა თქმა უნდა ეროვნულ ნაკრებზე გაქვს, იმიტომ რომელსაც აგვისტო უმნიშვნელოვანესი აქვს. ბექა, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენი სტუმარი იყავი. მე წარმატებას გისურვებ ჩვენ ნაკრებს და კიდევ ერთხელ უთხრათ მაყურებელს რომ აგვისტო დატვირთულია, ჯერ 19 აგვისტოს იქნება ლიბანთან დახურული მატჩი, მერე 23 აგვისტოს არის ისრაელთან ამხანაგური შეხვედრა, უკვე სადაც გულშემატკივარს დასწრება შეიძლება და 28 და 31 აგვისტოს უკვე მთავარი მატჩები თბილისში, მონტენეგროსთან 28-ში და სტუმრად პორტუგალიასთან 31-ში წარმატებას გისურვებ და მე მჯერა რომ ის გამოტოვებული მსოფლიო ჩემპიონატი ტრავმის გამო, რომელსაც შენ ვერ მოახერხე თამაში კატარში უკვე აგისრულდება სანაკრებო ოცნება და მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. წარმატებას გისურვებ. ეს კი იყო ჩვენ სეზონზე, ამ სეზონის ბოლო სპორტის რუბრიკა. მე რა თქმა უნდა პალტანიუსის გუნდს მადლობას გადავუხდი ნდობისთვის, რომელიც გავამიცხადეს და აკვე რამდენ 6 თვეა ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს
სპორტზე, სხვადასხვა სპორტის სხვადასხვა სახეობაზე ვსაუბრობთ. მე სექტემბრამდე დაგემშვიდობებით, კარგ დასვენებას გისურვებთ და წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა. დილის პალიტრას ეთერს კი გააგრძელებს პრესის მიმოხილვა თამთა კვარაცხელიასთან ერთად. აბა დროებით სექტემბრამდე, მადლობა.